ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვებით, რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიასთან ერთად ჰქონდა ესეთი ექსპერიმენტი, მისულები ვიყავით თბილისის ცენტრალურ ბაზარში, ეგრეთ წოდებულ დეზერტირების ბაზარში, სადაც გსურდა რამდენიმე დასახელების ყველის ყიდვა და შემდეგ უკვე შემოწმება, ნამდვილად რძეზე იყო დამზადებული ეს ყველი, თუ რძის მხნილზე და შესაბამისად მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები რა მდგომარეობაში იყო. როდესაც მივდიოდით და ვეუბნებოდით, რომ ჩვენ გსურდა ყველის ყიდვა, ნამდვილი ყველის, ყველა თანახმა იყო ყველის მოყიდვაზე, ყველა ამბობდა, რომ მათ დახზე არსებული ყველი ნამდვილად რძეზე იყო დამზადებული, მაგრამ როდესაც ვეუბნებოდით, რომ ამ ყველს წავიღებდით ლაბორატორიაში და შევამოწმებდით და ნამდვილად გავიგებდით, რძე იყო გამოყენებული თუ რძის ფხვნილი და მცენარეული ცხიმები, ეს მათში ამან გამოიწვია ძალიან დიდი აგრესია და ყველი არავინ არ მოყვიდა, რატომღაც, ჩემი აზრით, არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ეს მათ მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი ყველი ნამდვილად იყო რძეზე დამზადებული, ძალიან გაგვიჭირდა ყველის შეძენა და ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, გარემოვაჭრემ, რომელიც არაორგანიზებულად ყიდდა ამ ყველს, იმან მოყვიდა ყველი, რომელმაც გვითხრა, რომ ეს ყველი ქონდა სოფლიდან ჩამოტანილი და ერთი ადამიანი გამოჩნდა ძლივს, ვინც დავითანხმეთ, რომ ყველი მოეყიდა ჩვენთვის. შემდეგ წავიღეთ საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიაში და შემოწმების შედეგად ნამდვილად რძეზე იყო დამზადებული ეს ყველი და ნამდვილად სოფლის პროდუქტი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოჩნდა მეორე პრობლემა და ეს პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ყველი დაბინძურებული იყო კოლიფორმული ბაქტერიებით. ანუ ორი უკიდურესობა გვაქვს. შეიძლება ნამდვილად ვიყიდოთ ვიღაცისგან სოფლის ყველი და ნატურალური ყველი, მაგრამ ეს იყოს დაბინძურებული სხვადასხვა პათოგენური ბაქტერიებით და ეს გამოიწვია იმან, რომ ან ტრანსპორტირების პერიოდში, ან დამზადების პერიოდში არ იყო დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რამაც გამოიწვია ყველის დაბინძურება.